გიორგიმ დაურეკა პეტრეს, ისინი შეთანხმდნენ შეხვედრაზე, სადაც დაგეგმეს რაღაცა ხიდის აფეთქება და მანქანით გაემგზავრნენ მერე ამ განზრახვის შესასრულებლად. შემიძლია თქვა წინ სავარაუდოდ, არ არის პრობლემა. მე რა ფაქტი მჭირდება, დარეკვის ფაქტი მჭირდება, ანუ ეს უნდა ვაჩვენო. რომ დაურეკე და მე მჭირდება მანქანაში რო ჯდებით და წახვედით. რაც შეეხება დაგეგმეს ხიდის აფეთქება და წახვედით ხიდის ასაფეთქებლად, ეს არის ჩემი დამატება. მაგრამ გონებამ რადგანაც დაინახა პირველი სტიმული თავის თვალით, მეორე თავის თვალით ეს მიიღო როგორც თვლიანი ფაქტი. და ასეთ მანიპულაციას აქვს ძალიან ხშირად ტელევიზიაში, ხშირად კი არა, მე მგონი სულა. ამიტომ როდესაც მე სტუდენტებს როცა ვასწავლიდი მანიპულაციის ტექნიკაზე რა არის, ერთხელ თხოვე რომ ერთხელ კი არა ვთხოვ ხოლმე რომ პრაქტიკულად იპოვეთ სადმე მანიპულაციის ტექნიკა, მე მითხარით რა მანიპულაცია იყო გამოყენებული და გავარჩიოთ ეს ვარიანტი სწავლის ვარიანტში. და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ადვილი გასარჩევი, აი თუ ვინმე საინტერესებს ადამიანს ინფორმაცია მოისმინა და მართალია თუ არ არის ტყუილი, უბრალოდ ფურცელი უნდა გაყოს ორ ნაწილად და დაწეროს ფაქტი, რაც არის და რაც ფაქტი არ არის, დაწეროს მეორე მხარეს ვარაუდები. ამ შემთხვევაში აი წინა მაგალითი რომ მოგიყავით, ნახე ფაქტი რა იქნებოდა, დარეკე და მანქანაში ჩაჯექი. დანარჩენი ვარაუდი და ეგრევე მიხვდება, ეს არის ყველაზე მარტივი მეთოდი კრიტიკულის. ხო და რო გავაკეთებინე სტუდენტს ერთს, იცით რა, ერთი ისტორიიდან ფაქტი რა დარჩა? სადარბაზოდან გამოვიდა. მეტი ფაქტი არ იყო